გამარჯობა. მსგავს ფორმატში ჩვენ დიდი ხანია არ შევხედრივართ ერთმანეთს და ამიტომ დღევანდელ ვიდეოს, რომელსაც ახლა გთავაზობთ და რომელსაც მე ძალიან დიდხანს ვიმუშავე, გთხოვთ რომ ბოლომდე უყუროთ, იმიტომ რომ ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას გავიგოთ თუ როგორ მოვედით აქამდე, როგორ განვითარდა ზოგადად კაცობრიობის ისტორია მე-20 საუკუნეში და როგორი მოქმედა ამ ყველაფერმა დღევანდელობაზე. მე ძალიან გთხოვთ, სანამ ვიდეოს ბოლომდე არ ნახავთ, მანამდე კითხვებს ნუ დამისვამთ კომენტარებში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანები მეკითხებიან და ამ დროს პასუხები დევს თვითონ ვიდეოში და მე აღმოჩნდება, რომ ვიდეო უბრალოდ ბოლომდე არ ვნახავთ და დაიწყეს თუ არა ყურება, ან სათაური წაიკითხეს თუ არა, ეგრევე კითხვა დასვეს. ვიდეო ბოლომდე ნახეთ. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონებათ მოწონების ნიშანი დასვით, ასევე თუ მოგეწონებათ გადააზიარეთ იგი სოციალურ ქსელებში და დამიწერეთ კომენტარები თუ რაზე გსურთ რომ იყოს შემდეგი ვიდეო. მე ერთი ვიდეო ჩაფიქრებული მაქვს და უკვე დაწყებული მაქვს მისი გაკეთება, მაგრამ ის იმდენად დიდი და მოცულობითი თემაა, რომ მას ცოტა დრო დაშირდება. ამიტომ მე შიგადაშიგ შეგახვედრეთ თქვენ საინტერესო ადამიანებს, ანუ გავაკეთებ ინტერვიუებს და აი ამ ინტერვიუებს შორის მე ვეცდები რომ უკვე სრულყოფილი ვიდეოებიც გავამზადო და შემოგთავაზოთ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმდენად რამდენადაც მე არ ვმუშაობ და ჩემი სამსახური შეიძლება ითქვას YouTube-ია დღეს და ის 3 ლარი იქნება თუ 5 ლარი, რომელსაც და მეტი, გაცილებით მეტი, რომლებსაც თქვენ რიცხავთ ხოლმე ჩემს საბანკო ანგარიშზე, ეს მე ძალიან მადგება იმაში, რომ სტიმული მომეცეს ახალი ვიდეოები გავაკეთო და ცოტა მეტი ვიმოგზაურო, ცოტა აპარატურაც განვაახლო და უფრო ხარისხიანი კონტენტი შემოგთავაზოთ. მე ბოდიში მინდა მოგიხადოთ ხმის გამო, ოდნავ გაცივებული ვიყავი და ეს დამიტოვა ესეთი ოდნავ ჩახლეჭილი ხმა, მაგრამ იმედია გავუძლებთ. დღევანდელი თემა, ძალიან საინტერესო თემა, როგორც გითხარით. 100 წლით უკან რომ გადავახვიოთ, ახლა იქ სადაც მე ვარ, ანუ გერმანიაში, ჩვენ ვნახავთ რომ ძალიან საინტერესო ადგილია გერმანია, გაკვირვებულები დავრჩებით, იმიტომ რომ მიუხედავად ახალგადატანილი ომისა, რევოლუციებისა, გადატრიალებებისა, აჯანყებებისა, რომლებზეც ჩვენ გვექნება საუბარი, ქვეყანაში ეკონომიკური ბუმია. ანუ 1922, 23, 24, 25 წლებში ყვავის გერმანია, არ ყვავის, რა თქმა უნდა, იგი წაგებული ქვეყანაა, მაგრამ ეკონომიკური ბუმია და ყველა დარწმუნებულია ევროპაშიც და მსოფლიოშიც, რომ როგორც იქნა გერმანია დამშვიდდა და მისგან უკვე საფრთხეს აღარავინ ელოდება. 1924 წელია, ესეთი დაბალი ჩიაკაცი, უცნაური ულვაშით, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა, ციხიდან გამოდის, მას სახელად ადოლფი ჰქვია. ადოლფს აკრძალული აქვს გერმანიის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა, მას დასცინიან და ზურგს უკან ბოჰემიელ ეფრეიტორს ეძახიან. მოგვიანებით გერმანული პოლიტიკის პატრიარქი, გერმანიის პრეზიდენტი პაულ ფონ ჰინდენბურგი მასზე იტყვის, რომ ყველაზე მეტი რაც შეიძლება ამ კაცს დაავალო, შეიძლება საფოსტო განყოფილება ჩააბარო და არც ის არის გამორიცხული, რომ მან თავი ვერ გაართვას ამ საფოსტო განყოფილების მართვასო. ანუ ამ ულაშებიან კაცს, სახელად ადოლფს, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში არავინ სერიოზულად არ აღიქვამდა და არადა მისი გამოისობით ცოტა ხანში ათეულობით მილიონი ადამიანი განადგურდება. ათეულობით 1000 დასახლებული პუნქტი პირისაგან მიწისა აღიგვება, განადგურდება ქვეყნების ეკონომიკები, დაიშლება და წარმოიქმნება ახალი სახელმწიფოები და გაერთიანებები, გაძლიერდება ნაწილი ქვეყნებისა და დასუსტება მეორე ნაწილი, დაიშლება იმპერიები. ანუ ფაქტიურად ამ ერთ კაცზე არის დამოკიდებული მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის ბედიც.
ჰიტლერის რეზიდენციაში სულ ცოტა ხნის წინ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, უпроსორად აღმოაჩინეს ხელნაწერი. ხელნაწერი, მისივე ხელნაწერი, რომელშიც იმდენად შემზარავი რაღაცები ეწერა, რომ მისი გამოქვეყნება უბრალოდ აიგრძალა. თქვენ იცით, რომ ჰიტლერის ერთ-ერთი ნამუშევარი, მაგალითად Mein Kampf-ი, ანუ ჩემი ბრძოლა, თითქმის ყველა ენაზეა გამოცემული, მათ შორის ალბათ ქართულადაც, ხოლო მეორე წიგნი არავის თვალით არ უნახავს. მე დღეს არ ვისაუბრებ თუ რატომ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ამაზე უამრავი ვიდეო თუ წიგნი არსებობს და შეგიძლიათ მათ გაეცნოთ. დღეს გიამბობთ იმის შესახებ, რასაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს. როგორ მოხდა ისე, რომ აი ეს ნახევრად განათლებული ავსტრიის მოქალაქე, რომელსაც სამხედრო წოდებაც კი არ ჰქონდა, ეფრეიტორი, უმცროსი ჯარისკაცია თუ უმცროსი სერჟანტი, ეხლა ზუსტად არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რანგის ჯარისკაცია, რომ აი ესეთი ადამიანი აბსოლუტური ნაცრისფერი თაგვი, შეიძლება ითქვას, გიგანტური სახელმწიფოს სათავეში მოექცა და ამ თითქოს ერთ შეხედვით უმნიშვნელო ადამიანს ფაქტიურად ამ სახელმწიფომ მთელმა ერმა დაუჭირა მხარი. საქმე მხოლოდ რესენტიმენტში არ გახლავთ, ანუ რესენტიმენტი ეს არის წაგებული ომის რევანში, მარტივად რომ ვთქვათ. ეს ძალიან მარტივი ახსნა იქნებოდა და ძალიან ადვილად ერთი სიტყვით შეიძლებოდა რომ დღეს აქვე დაგვემთავრებინა ვიდეო, მაგრამ ეს ასეთი მარტივი ახსნები ყოველთვის გაუგებრობებს იწვევს და არ გვაძლევს საშუალებას რომ ობიექტურად განვიხილოთ თუ მართლაც რა მოხდა და რა იყო ამა თუ იმ მოვლენის მიზეზი. დღეს მე მოგიყვებით ვაიმარის რესპუბლიკის შესახებ, რას წარმოადგენდა იგი, თუ როგორ გაეპარათ პოლიტიკოსებს მსგავსი პიროვნება, როგორ მოხვდნენ გერმანელები საკუთარივე დაგებულ ხაფანგში, რა როლს თამაშობდა ამ ყველაფერში საბჭოთა კავშირი და სტალინი და ბოლოს იყო თუ არა ჰიტლერის აღზევება წინასწარი მოცემულობა. თუ ეს მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევების და დამთხოვების ბრალი იყო. წინ გრძელი მოგზაურობა გვერდის, ამიტომ მოკალათდით მოხერხებულად სავარძლებში დაისხიტყავა და ძალიან რომ არ გავერთოთ, ისე ვიმეორებ, ახლავე შეგიძლიათ დასვათ მოწონების ნიშანი, რომ შემდეგ არ დაგავიწყდეთ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მისი ცხოვრება მთლიანად და რადიკალურად და კარდინალურად იცვლება. ხშირად ეს ყველაფერი ერთი შეხედვით საკმაოდ ბანალურია. 1918 წლის ნოემბერში გერმანიას აჯანყებების ტალღა ფარავს. მუშები და ჯარისკაცები ქმნიან საბჭოებს. მათი მოთხოვნაა, რომ კაიზერი, ანუ ვილჰელმი გადადგეს და მისი ადგილი დაიკავოს მისმა შვილმა, ანუ რეგენტად დაინიშნოს იგი, სანამ შეიმუშავებენ სახელმწიფო მოწყობის ახალ მოდელს. კაიზერი ოფიციალურად ამბობს, რომ იგი გადადგა, მინისტრებს საფიქრელი უჩნდებათ, რაკნან არიციან, იმიტომ რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდა, ისე რომ ისინი არ მოელოდნენ, ამიტომ უკეთეს ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და წავიდნენ რესტორანში. მაგრამ ყველა არ წასულა საკეიფოდ, ერთ-ერთი მათგანი, ფილიპ შაიდემანი, დარჩა რაიხსტაგში, იგი გამოვიდა აივანზე და რაიხსტაგის წინ შეკრებილ უამრავ ადამიანს მიმართა, რომ მონარქია დამთავრდა, დღეიდან გერმანია რესპუბლიკაა. აქედან გერმანიის ისტორია იყოფა ორად, მანამდე და ამ ჩაიდემანის სიტყვის შემდეგ. 1918 წელია ევროპაში ძვინვარებს პირველი მსოფლიო ომი. რატომ დაიწყო ეს ომი? ვინ ომობდა? რატომ დაიღუპა მილიონობით ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე სისხლისღვრელი ომი აღმოჩნდა იგი კაცობრიობის ისტორიაში? ამის შესახებ მე ვეცდები რომ ერთი ვიდეო გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არ იცის რა იყო ამ ომის დაწყების მიზეზი. მართლა გერმანია იყო დამნაშავე ამ ომის დაწყებაში თუ არა? რა როლი ითამაშა ანტანტამ, ანუ რუსეთის იმპერიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, შემდეგ ამერიკა შეუერთდა მათ აი ამ გაერთიანებამ ამ ომში? რა ზეგავლენა მოახდინა ამ ომმა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებაზე და რუსეთის იმპერიის დაშლაზე და სხვათა შორის საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის გაჩენაზეც. და ამიტომ ისე ვიმეორებ, მე ვეცდები ამ ომის შესახებ, ამ უცნობი ომის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ რაღაც 100 წლის წინ მოხდა, მე ცალკე დიდი ვიდეო გავაკეთე. ბინა მყუდრო, კომფორტული და დაცული უნდა იყოს. ეხ, უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ და ხშირად ამის მისაღწევად იმდენ დროს ენერგიას და ნერვებს ხარჯავთ, რომ რემონტი სტიქიური უბედურების სინონიმი ხდება. საბედნიეროდ მე აღმოვაჩინე სარემონტო კომპანია, სახელად მშენობელი, რომელმაც შემომთავაზა საუკეთესო ხარისხის მომსახურება, რომელშიც შედის არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, ხარჯთაღრიცხვა და ყველაფერი სწრაფად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში. კომპანია მშენობელი უკვე ჩემი მშობლიური ქალაქის ბათუმის ბაზარზეც ოპერირებს. კომპანიას აქვს საკუთარი საწარმო, სადაც შეგიძლიათ დაამზადებინოთ ავეჯი, რომლის ინტეგრაციაც იდეალურად მოხდება ახალ გარემონტებულ სივრცეში. ეს რამდენ პრობლემას მოგიხსნით, ალბათ ახსნა არ სჭირდება. სარემონტო კომპანია მშენობელს მე უკვე ვანდე ჩემი ბინის რემონტი. ახლა თქვენი ჯერია. მშენობელის საკონტაქტო ინფორმაციას ვიდეოს აღწერაშიც იპოვით. მაშასე, როგორც თქვი, 2018 წელია ევროპაში ომი მძვინვარებს, რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება უკვე მომხდარია. საქართველომ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა, იგი დემოკრატიული რესპუბლიკაა და ისეთ კანონებს და კონსტიტუციას იღებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას მართლაც შეშურდებოდა. ეს იყო იმ დროისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია და საკანონმდებლო აქტები. ლენინი როგორც გერმანიის აგენტი მეომარ ქვეყნებს მოუწოდებს მშვიდობისკენ, რუსეთის მოკავშირეები, უпростоრად რუსეთის იმპერიის მოკავშირეები, იმპერატორის მოკავშირეები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ რა თქმა უნდა ლენინს ძალფეხზე იყიდებენ და ამიტომ ლენინი უკვე ბრესტის ზავს დებს გერმანელებთან. ბრესტის ზავის მიხედვით გერმანელებს აძლევენ პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, უკრაინის ძალიან დიდი ნაწილს და ბელორუსიის ძალიან დიდი ნაწილს. გერმანელები დარწმუნდებიან რა, რომ რუსეთისგან უკვე საფრთხე მათ არ მოელით, ამიტომ აღმოსავლეთის ფრონტიდან ისინი ხსნიან ჯარებს და გადაისვრიან დასავლეთისკენ. ფაქტია, რომ მეომარ ქვეყანაში მთავარი, რა თქმა უნდა, არმია და გენერლებია და გერმანიაში ასეთები გახლდნენ გენშტაბის უფროსი პაულ ფონ ჰინდენბურგი და მისი მოადგილე ერიხ ლუდენდორფი. გერმანიის რესურსები უკვე ამოწურვის პირას იყო და მართალი გითხრათ, გერმანიას არც ისე ბევრი რესურსი აქვს, მაგალითად გერმანიაში არ არის არც ერთი სერიოზული საბადო, მაგალითად საწვავის, გაზის ან ნავთობის, ასევე მეტალის, ერთადერთი კედრულის მხარე არის, სადაც ასე თუ ისე რკინა მოიპოვება, არის ქვანახშირი არის, მაგრამ დაბალი ხარისხის, ანუ ფაქტიურად ურესურსო ქვეყანაა და ამ ქვეყნის რესურსი არის მისი ადამიანები და მისი მოსახლეობა, რომელსაც გენეტიკაში აქვს ჩადებული შრომისადმი და წესრიგისადმი სიყვარული და ამიტომ ისინი ყოველთვის ქმნიან საკმაოდ კარგ პროდუქციას და ასეც ამბობენ ხოლმე ხო გერმანული ხარისხიო. და სწორედ ეს არის ისე ვიმეორებ მათი სიმდიდრე, მაგრამ მარტო ამით შენ ომს ვერ მოიგებ, რა თქმა უნდა და ამიტომ გერმანია არის უკიდურესად დასუსტებული. დასავლეთის ფრონტზე გადაყვანილი ჯარი აძლევს ბოლო ბრძოლას და რა თქმა უნდა მარცხდება. გერმანია იძულებულია რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, მაგრამ გენერლები ამას თავის თავზე არ იღებენ, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ნიშნავს მათი მრავალათწლეულიანი კარიერის დასასრულს და ისეთ სირცხულს, რომელსაც ისინი და მთელი მათი შთამომავლობა ვერასდროს ჩამოირეცხავს და ამიტომ ლუდენდორფი, გენშტაბის უფროსის მოადგილე, პოულობს ასეთ ეშმაკურ გამოსავალს. იგი შეკრიბავს ლიბერალურად განწყობილ მთავრობის წევრებს, მაშინ გერმანია დემოკრატიული რესპუბლიკაა და იქ კოალიციური მთავრობაა, მასში არიან მემარცხენეებიც, ლიბერალებიც, მემარჯვენეებიც, ეუბნება მათ, რომ იქნება მოდით თქვენ მოაწეროთ ხელი და დავამთავროთ ბოლოს და ბოლოს ეს ომიო. სოციალ-დემოკრატები მაშინაც და დღესაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წამყვანი პარტია გერმანიის. სოციალ-დემოკრატები თან ხვდებიან ამაზე, თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ ლუდენდორფი მათ ცუდ საქმეს უკეთებს, მაგრამ დათანხმდებიან და მათი ლიდერი გახლავთ
ფრიდრიხ ებერტი, დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი, ის კიდევ შეხვდება ჩვენ, რომელიც ძალიან დიდ როლს ითამაშებს მომავალ წლებში გერმანიის ისტორიაში. აი ამ ებერტს ირჩევენ რაიხსტაგის სპიკერად. ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ. ხოლო შაიდემანი, აი ის გახსოვთ ხომ, რესპუბლიკად რო გამოაცხადა, მონარქია აღარა ვარ და რესპუბლიკა ვართო, ის ინიშნება მთავრობის მეთაურად. ეს შაიდემანი საკმაოდ ლიბერალური ადამიანი გახლდათ და პირველი რაც მან გააკეთა, კომუნისტები გამოუშვა ციხეებიდან. და პირველი გააკეთეს კომუნისტებმა. ისაც ყველაზე კარგად გამოსდიოდათ, ეს იყო შტრაიკი, ანუ გაფიცვები, რაღაც იქ აჯანყებებს აწვევდნენ, პროკლამაციებს ააკრავდნენ, ну, მოკლედ ის რასაც ყველგან აკეთებენ ხოლმე, დღესაც კი. და ამაში რა თქმა უნდა მხარს უჭერს რუსეთი. ლენინი მიავლენს გერმანიაში თავის წარმომადგენელს რადეკს. რადეკი დაუკავშირდება ადგილობრივ კომუნისტებს და მათ ლიდერებს, მაგრამ ამის შესახებ მე ცოტა გვემოთ, ეხლა ჩვენ უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს განსახილველი. გერმანიის მოკავშირეებს უკვე აღიარებული აქვთ დამარცხება ახლა ჯერი გერმანიაზე. გერმანელი ჯარისკაცებიც ელოდებიან მშვიდობას, უკვე მათაც მობეზრდათ 4 წელია სანგრებში ჯდომა. საშინელი სისხლისღვრელი ომი იყო, სადაც იყენებდნენ სრულიად ახალ ტექნოლოგიებს და მათ შორის იყენებდნენ მომწამვლელ აირებს, რომლებმაც უამრავი ადამიანი ან გაანადგურა, ან ისე დაუმახინჯა ცხოვრება, რომ ისინი ვერასდროს ვერ ჩადგნენ ნორმაში. ეს იყო იპრიტი და სხვა გაზები, რომლებიც ძალიან ძიმედ მოქმედებდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სიცოცხლის გაწირვა ამ ომში უკვე აღარავის არ უნდა, იმიტომ რომ აპრიორი წაგებული ომი და ამ დროს ერთ-ერთი ადმირალი, რაღაც ახალს და გვარს მისაც მნიშვნელობა არ აქვს, გენშტაბის ხდომაზე გამოდის და ამბობს, რომ არა მეგობრებო, არა ძმებო, არა ჩემო გერმანელებო, ან გამარჯვება, ან სიკვდილი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და რაც კი საცურავი საშუალება გვაქვს გასაბერინავიდან დაწყებული წყალქვეშანავით დამთავრებული, ყველაფრით უნდა გავიდეთ ზღვაში და ბოლო დარტყმა მივაყენოთ აგერ ბრიტანეთს, ეგერ საფრანგეთს და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ ძალიან პატრიოტულ ნოტაზეა ეს კაცი და მეზღვაურებმა თითი დაუტრიალეს თავთან ჯერ ცოტა ხوار გაჟრიალებს აღადროს ომია დამთავრდა ყველაფერი და მოაწყვეს კილში, ქალაქ კილში, რომელიც ჰამბურგიდან რამდენიმე 10 კილომეტრშია, აქვეა ახლოს არის, ეს დიდი გიგანტური საპორტო ქალაქია, ისევე როგორც ჰამბურგი. და იქ ატყდა აჯანყება დაიწყო რა, მოკლედ მეზღვაურების გამოვიდნენ ისინი და თქვენს რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ იმასვიზამთ. მოკლედ დიდი მიტინგი მოყვა ამ ამბავს და აქ მთავრობამ დაუშვა უმძიმესი შეცდომა. მან სისხლში ჩაახშო კილის აჯანყება. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ამას მოყვა ჯაჭვური რეაქცია. ასეულ ათასობით ადამიანი რამდენიმე მილიონს ამბობენ ისტორიკოსები გამოვიდნენ გერმანიის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში და დაიწყო არეულობები. ხალხი სწორედ ამ დროს ითხოვდა კაიზერის გადადგომას და სწორედ ამ დროს აცხადებს შაიდემანი გერმანიას რესპუბლიკად. რა იყო გერმანიისთვის ამ მომენტში მთავარი? რას ითხოვდა მოსახლეობა? რა თქმა უნდა ომის დამთავრებას. და მთავრობა აწერს ხელს როგორც იქნა ამ ომის დამთავრებას, ანუ კაპიტულაციას და დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მოითხოვენ რომ გერმანიის ყველა სამხედრო გემი გადაეცეს მათ. მეტიც გერმანიამ უნდა დათმოს თავისი ტერიტორიების ნაწილი იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომლებსაც იგი ეომებოდა. ასევე გამარჯვებულ მხარეს უნდა გადაეცეს ყველა თვითმფრინავი, ყველა ქვემეხი და იარაღის მწარმოებელი ყველა ქვეყანა. გერმანელებს სხვა გზა არ აქვს და თანხმდებიან ამ საშინელ პირობებს. შიგნიდან გერმანიას კიდევ ერთი ინფექცია ჭამს, როგორც გითხარით, ეს გახლავთ ციხეებიდან გათავისუფლებული ათასობით აქტიური კომუნისტი, რომლებსაც გერმანიაში რუსული საბჭოთა წყობილების მოწყობა უნდათ. და ამ ჭირთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ კომუნისტები ჩინებული პროპაგანდისტები არიან და მათ მხარეს არის დაბალი კლასის, ყველაზე დაბალი კლასის მოსახლეობა, მართალია მუშები არა, იმიტომ რომ მუშებს თავის სამსახური აქვთ და მუშებს ვერ ითრევენ ისინი თავიანთ აგიტაციაში. ებერტი ლუდენდორფთან, ანუ გენშტაბის მოადგილესთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც
მთავრობა და სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ყველაზე ძლიერი პარტია, გვერდში დაუდგებიან სამხედროებს და დაეხმარებიან მათ აი ამ კომუნისტური ჭირის ალაგმაში. ამისთვის იქმნება ეგრეთ წოდებული ფრაიკორპები. მოხალისეთა ჯგუფებია ეს ფაქტიურად, რომელშიც გაერთიანებული არიან ყოფილი სამხედროები. ის სამხედროები, რომლებიც დაბრუნდნენ ფრონტიდან, მაგრამ მათთვის სამსახური არ აღმოჩნდა. ფრაიკორპებისთვის კი გამოყოფილი არის თანხა, ანუ ისინი ამაში ხელფასს იღებენ და მათი თავარი დავალება არის, რომ სადაც კომუნისტს ნახავენ, იქვე გაუერთიანონ თაობა. გერმანიის კომპარტიის ხელმძღვანელები არიან კარლ ლიკბნეხტი და როზა ლუქსემბურგი და რუსეთი ხა მარქსის სამშობლოა და როგორ დატოვებდა რა ამ ხალხს მარტო და რა თქმა უნდა ეხმარება აჯანყებების მოწყობაში. ამისთვის როგორც გითხარით, ლენინი აგზავნის თავის მარჯვენა ხელს რადეკს და რადეკი იწყებს მოლაპარაკებებს ლიკბნეხტთან და როზასთან. თავიდან ბერლინის პოლიციის უფროსი წვეშორის ლიბერალურად არის განწყობილი, ლოიალურად საკმაოდ კომუნისტების მიმართ და მათ ფაქტიურად ხელს არ კიდებს. ამას რო შეამჩნევს ებერტი, იგი მოხსნის ამ პოლიციის უფროსს და დანიშნავს სხვას, რომელიც ვერ იტანს კომუნისტებს, ნებისმიერ პატარა დანაშაულზე კომუნისტებს თავიდან იჭერენ და რაც თავარია და რაც ყველაზე ისეთი მტკივნეულია, მწარედ ცემენ ქუჩაშიც, სადაც წაასრებენ მოკლედ. და ამ ყველაფერს რომ შეატყობს რადეკი, ეტყვის ლიკბნეხტს და ლუქსემბურგს, რომ ჩემთან წამოდითო საბჭოთა კავშირში და იქ არაფერი არ გამოდისო და არა, ესენი ძალიან თავგადაკლული კომუნისტები არიან. ჩებიან მათ და საუბედუროთ, იმიტომ რომ ლიკბნეხტსაც და ლუქსემბურგსაც ორივეს მიასიკვდილებენ. და ალბათ ჩემი თაობის ხალხს გახსოვთ, რომ არ არსებობდა იგივე თქვა საქართველოში ქალაქი, სადაც ლუქსემბურგის როზას ქუჩა არ ყოფილიყო, ან ლიკბნეხტის ქუჩა არ ყოფილიყო და ბოლნის სხვათა შორის ძალიან დიდხანს ერქვა ლუქსემბურგი სწორედ როზას გამო და იმის გამოც რომ ის მანამდე ეკატერინენფელდი იყო, გერმანული სოფელი და შემდეგ როცა საბჭოთა კავშირი საბჭოთა წყობილება დამყარდა საქართველოში, საუბედუროდ ეს ეკატერინენფელდი, ანუ ეკატერინეს დასახლება გადააქციეს როზა ლუქსემბურგის დასახლებად. გერმანიის რესპუბლიკას უკვე ლეგიტიმური მთავრობა და ახალი კონსტიტუცია ესაჭიროება. ამისთვის 1919 წელს ბერლინიდან 300 კილომეტრის მოშორებით პატარა ქალაქ ვაიმარში ეროვნული კრების სხდომა იმართება. აქვე იღებენ კონსტიტუციას და აქვე არსდება ეგრეთ წოდებული ვაიმარის რესპუბლიკა. ფაქტიურად გერმანია, დღევანდელი გერმანია, რომელიც იარსებებს ასეთი სახით 1919 წლიდან 1923 წლამდე. ისევ იმეორება, ეს ფაქტიურად იგივე გერმანია, ოღონდ რესპუბლიკად რებრენდირებული. მას ყავს რაიხსპრეზიდენტი და ამ თანამდებობაზე ირჩევენ ებერტს, სოციალ-დემოკრატს. ხოლო შაიდემანი ინიშნება ვაიმარის რესპუბლიკის კანცლერად, ანუ ქვეყნის მეორე პირად. პარალელურად საფრანგეთში გერმანიისგან დამოუკიდებლად გამოაქვთ ვერდიქტი, რომ სოფლიო ომი სწორედ გერმანიამ დაიწყო. და გამოიტანეს ეს ვერდიქტი და რადგან შენ ხარ ომის დამწყები, შენ უნდა აანაზღაურო ზარალი, რომელიც შენივე ქმედებებით არის გამოწვეული. ანუ უნდა გადაიხადო რეპარაციები. ომისგან მიყენებული ზარალის და ნგრევის ასანაზღაურებლად გერმანიას დააკისრეს 122 მილიარდი ოქროს დოიჩმარკის გადახდა რეპარაციების სახით და ეს დღევანდელი კურსით დაახლოებით 800 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე. და ამას თხოვენ ქვეყანას, რომელიც ფაქტიურად ნანგრევებში წევს, რომელსაც არც ეკონომიკა აქვს და არც იმედი, რომ ოდესმე იგი ფეხზე დადგება. ამ დოკუმენტზე შაიდემანი ხელის მოწერას არ აპირებს და თანამდებობიდან მიდის. მის ადგილას მოდის გუსტავ ბაუერი, რომელმაც ანტანტასთან მოლაპარაკება სცადა, მაშინ ფრანგებმა განაცხადეს, რომ ბრიტანელებთან ერთად საერთოდ დაიპყრობდნენ გერმანიას, რომელსაც მართლა უკვე აღარც ჯარი ყავდა და აღარ შეიარაღება და ამით მორჩებოდა ყველაფერი. გერმანიას ფაქტიურად სხვა გამოსავალი არ აქვს და იგი თანხმდება რეპარაციის გადახდაზე.
1919 წელს ვერსალის სასახლეში ხელი ეწერება დოკუმენტს, რომელიც ცოტა ხანში მსოფლიოს უძვირესად დაუჯდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომად. ვერსალის ზავმა გამოიწვია შოკი გერმანიაში აბსოლუტური. ყველას დაავიწყდა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ყველა პირობაზე თანახმა იყო გერმანელი, რომ ოღონდ ომი დამთავრებულიყო. ლაიტმოტივი გახლდათ ის, რომ ჩვენ მოღალატეებმა, რომლებიც შიგნითვე გვყავს გერმანიაში, მათ ჩაგვცეს ლახვარი ზურგში. უბრალო გლეხისთვის იმ პერიოდში რომ გეკითხა თუ ვინ იყო დამნაშავე, რომ გერმანია მომიწააგო, გეტყოდათ სამ სავარაუდო პასუხს. ეს იყვნენ კომუნისტები, ეს იყვნენ ებრაელები, ეს იყვნენ კაპიტალისტები და მეოთხე სავარაუდო პასუხი სამივე ერთად. 1919 წლის თებერვალში ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება ბავარიაში. მოგეხსენებათ, გერმანია ეს არის ფედერალური მოწყობის ქვეყანა, ანუ იგი რამდენიმე დღეს უკვე ფედერალური მიწისგან, ბუნდესმიწისგან შედგება. მაშინ ეს იყო რესპუბლიკები, ცალკე რესპუბლიკების, ანუ რესპუბლიკების გაერთიანება. საგრაფოები იყო ადრე და შემდეგ უკვე რებრენდირება მოხდა მათი რესპუბლიკებად. და აი 1919 წელს მისდა საუბედუროდ, თებერვალში ხდება ეს ამბავი, ერთ-ერთი მონარქისტი ოფიცერი ჩხუბის დროს მოკლავს სოციალისტების ლიდერს გვარად აისნერს. ამას ზალადობის მთელი ტალღა მოყვება და ისედაც ესეთი განსხვავებული რეგიონია ზოგადად და რთული რეგიონია ბავარია დღემდე. აქ მაგალითად ბავარიული გერმანელი სხვა გერმანელებს არ ესმით. თავისებური ხალხია, ძალიან ამაყი, თავისი კულტურა აქვს, თავისი სიმღერა, ცეკვები, ფოლკლორი, ტანსაცმელიც კი სრულიად განსხვავებულია. ამის გამო ისინი ზოგჯერ დანარჩენი გერმანელების დაცვისაგან ხდებიან და პირიქით ბავარიელები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ვიში სორტი გერმანელებიო, ანუ უმაღლესი სორტის გერმანელები, უმაღლესი ხარისხის გერმანელებიო. ასეა თუ ისე ყოველ შემთხვევაში ბავარიელები აწყობენ დიდ ბუნტს და ამ ბუნტის შედეგად ისინი ეყოფიან გერმანიას და აარსებენ ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკას. რა თქმა უნდა, მომენტალურად რუსეთიდან მოდის დიდი რაოდენობით ფული, ებიჭო გვეღირსა, ეგერ გერმანიის სამხრეთში კიდევ ერთი რესპუბლიკა შევიძინეთ, საბჭოთა რესპუბლიკაო და ეხლა გაითვალისწინეთ ეს პერიოდი, საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებელია. 1919 წელია, ჯერ კიდევ 2 წელი დამოუკიდებლები ვიქნებით ამ საზღვრებისგან. და კვლავ რადეკს აგზავნიან ბავარიაში და რადეკი მიხვდება, რომ აქ ძალიან არასერიოზულადაა საქმე, იმპულს როგორც წაიღებს, ისე უკან წამოიღებს და ლენინს ეტყვის, რომ არა ესენი თავის მატორზე ვერ არიან, მოკლედ ლაყბობის მეტი არაფერი არ შეუძლია და მარად ჩამოიშლებიან და მართლაც ასე მოხდა. რადეკი ჭკვიანი კაცი იყო სხვა შორის, ერთ თვეში თავზე დაემხო ეს საბჭოთა რესპუბლიკა ბავარიულ სოციალისტებს. რა თქმა უნდა, იგი ფრაიკორის ლეგიონმა მოსპონ, ფრაიკორი გახსოვთ. ეს სამხედროებისგან შედგენილი კომუნისტების გამანადგურებელი ლაშქარი იყო, ასე ვთქვათ. სამაგიეროდ კომუნისტებმა ერთ თვეში ისეთები ჩაატარეს ბავარიაში, რომ გერმანელებს და კერძოდ სამხრეთ გერმანელებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სრული სიტყვა კომუნისტის გაგონებაზე ხელი გაურბოდათ ეგრევე იარაღისკენ. ამაზე ცალკე ისტორიებია ძალიან საინტერესო სხვათა შორის. და სწორედ ბავარიაში ზუსტად ამ დროს ერთი უცნაური ფორმის ულვაშიანი ეფრეიტორი ჩვენ და საუბედუროდ, კაცობრიობის საუბედუროდ პოლიტიკით ინტერესდება. ახლა გადავახვიოთ 19 საუკუნეში გადავიდეთ. 1827 წელს ავსტრიელ გლეხ გოგონას მარია შიკლგრუბერს ბიჭი უჩნდება და მას ალოიზის არქმევენ. მამის გრაფაში, ანუ მამას ადვოკატს უნდა ეწეროს მამის სახელი და გვარი ხაზია, იმიტომ რომ
მარიაზე არ არის ვისგან ყავს ეს ალოიზი. მარია სხვაჩვენით მალევე თხოვდება ადგილობრივ მეწისქვილეზე, რომლის სახელიც არის იოჰან გეორგ ჰიდლერი. ჰიდლერი საკმაოდ წარმატებული მეწისქვილია, მას ფული აქვს და ადგილობრივი დიაკონი შესთავაზებს იოჰანს, რომ ეს ბავშვიც მის გვარზე დაიწეროს, იმიტომ რომ შიკლ გრუბერი ცოტა ცუდად ჟღერს და კი ბატონო იოჰანი აღიარებს, რომ მისი შვილი თუ არა ნაშვილებია ყოველ შემთხვევაში და ალოიზის დაუწერენ გვარს. ოღონდ დიაკონს შეეშლება გვარი და დს მაგივრად ჩაწერს ტს. ასე გადაიქცა ჰიდლერი ჰიტლერად. ანუ ალოიზი და მისი მომავალი თაობები არიან ჰიტლერები გვარად. ალოიზის სადღაც 28-29 წლის არის, როდესაც ცოლად მოყავს კლარა, თავისი დეიდაშვილი და კლარა 1999 წელს აჩენს ბიჭს, რომელსაც იმ დროს ძალიან პოპულარულ გერმანიაში და ავსტრიაში ძალიან პოპულარულ სახელს ადოლფს არქმევენ. მოქმედება ვითარდება ავსტრიის პატარა ქალაქ ბრაუნაუში, რომელიც ავსტრია-გერმანიის საზღვარზეა. აქვე მსახურობს საზღვარზე მესაზღვრეთ ალოიზი, მან საკმაოდ კარგი ხელფასი აქვს, იგი ხშირად დადის გერმანიაში და თან დაყავს პატარა ადოლფიც და ადოლფი როდესაც ნელ-ნელა აზრზე მოდის და რაღაც კითხვები უჩნდება, პირველი და სხვაჩვენით საინტერესო კითხვას დაუსვამს მამამისს, რომ კი, მაგრამ რატო ვართ ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფო, ხო აქაც და იქაც გერმანულად ლაპარაკობენ, აქაც და იქაც ერთნაირი კულტურა, ყველაფერი ერთნაირი გვაქვს და რა არის აგერ საბაჟო, აგერ საზღვარი, ეს ხო ერთი ხალხიაო და ფაქტიურად პანგერმანიზმის იდეა ჰიტლერს უკვე პატარაობაშივე ჩაესახა. პანგერმანიზმი რა არის, რომ ყველა იმ გერმანულენოვანი ერების გაერთიანება, რომლებსაც ცალ-ცალკე სახელმწიფოები აქვთ. როგორც არის მაგალითად შვეიცარიის დიდი ნაწილი, ავსტრია და ასე შემდეგ, ლუქსემბურგი და სხვა ქვეყნები. 1907 წელია ახალგაზრდა ჰიტლერი, ისე რომ იგი ვერ ახერხებს სკოლის ატესტატის აღებას, მიდის ვენაში. ვენა იმ დროისთვის არის ევროპის კულტურული ცენტრი და იგი რაღაცით პარიზსაც კი ეჯიბრება. აქ იკრიბებიან მსოფლიოში ცნობილი მხატვრები, კომპოზიტორები, დრამატურგები, რა ვიცი, თუ კი ესეთი ბოჰემა არსებობს ევროპაში, არის ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე ძლიერი ვენაში. ადოლფი მიდის სამხატვრო აკადემიაში და მიაქვს თავისი ნახატები. მიმღები კომისია ათვალიერებს ამ ნახატებს და ამბობს, რომ მშვენიერი ნახატებია, მაგრამ სად არიან ადამიანები? აღმოჩნდება, რომ ჰიტლერს არ შეუძლია ადამიანების ხატვა. არადა ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავს იგი ავსტრიის ქალაქებს და ხედებს. ახლა ეს ფოტოგრაფიული სიზუსტე მოგეხსენებათ მხატვრობაში დიდი არაფრად არ ითვლება, ახლა ეს ტექნიკა უბრალოდ, ხო? და მხატვრობაში უფრო მეტი, თქვათ, არის უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ფანტაზიას, რაღაც შეფარულ აზრებს და რა ვიცი, ხელოვნებაცოდნეებმა უკეთიციან. ყოველ შემთხვევაში ეს კომისია ეუბნება ადოლფს, რომ მოკლედ შენი ადგილი აქ სამხატვროში არ არის და ისე კარგად ხატავ შენ სახლებს, ადის არქიტექტურულზე შეიტანო. ამოიდებს ამ თავის ნახატებს ჰიტლერი იღლიაში და წავა არქიტექტურის ფაკულტეტზე. იქ ეტყვიან ატესტატი მაიტა და მერე განვიხილოთ. ატესტატი არ აქვს, როგორც გითხარით, მან არ დაამთავრა სკოლა ბოლომდე. უთხრეს ახლა ატესტატი არ აქვს, ან ატესტატი აიღე და მერე მოდი, ან კარგად ხატავ და იქნებ სამხატვრო აკადემიაში გეცადა ბედიო და ნუ ამაზე გაგიჟდა ადოლფი, მოკლედ აბურთავებენ რა აქეთ-იქეთ და არც თქვენი მხატვა მინდა, არც თქვენი არქიტექტურა მინდა და წავედი მე. უნდა მაწანწალა უნდა ვიყო. მაწანწალა ხა ასე კარგად გადაუწყვეტია, მაგრამ ნუ ასე გამოუვიდა, იმიტომ რომ დედამისი უკანასკნელ დღეშია, კლარას სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ჰიტლერი ჩადის კლარასთან
გარდაიცვლება დედამისი და აღმოჩნდება, რომ ალოის რაღაც გარკვეული ქონება აქვს და რომ ეს ქონება მან ადოლფს დაუტოვა, რა თქმა უნდა. მოკლედ ჰიტლერი გაყიდის ამ მამამისის დანატოვარ და დედამისის დანატოვარ ქონებას და ბრუნდება კვლავ ვენაში. როგორც გითხარით, იმ წლებში ვენა კულტურული ცენტრი არის ევროპის. და სხვა შორის ამ დროს, როდესაც ჰიტლერი ვენაშია, მასთან ერთად პარალელურად იქ არიან ტროცკი, ფროიდი, იოსიფ ბროს ტიტო, რომელიც შემდეგ ერთპიროვნული მმართველი გახდება იუგოსლავიის და სტალინი. ანუ ფაქტიურად ეს ბუმბერაზი პიროვნებები ავსტრიაში არიან, ვენაში არიან იმ მომენტში. ანუ ეს არის 1907-1908 წლები. მე-20 საუკუნის ამ დასაწყისში ვენის მოსახლეობამ გადააჭარბა 2 მილიონი, სხვა შორის დღეს 2 მილიონი არ ცხოვრობს ვენაში. და წარმოიდგინეთ, რომ კაცობრიობის და მსოფლიო მოსახლეობა 5-ჯერ მეტია ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო და ვენა, გიგანტური მეგაპოლისია, რომელშიც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამ ხელა ქალაქში ჰიტლერი მარტო რჩება, თავის ჯიბეში ფული კი აქვს, მაგრამ სამუშაოს იგი ვერ პოულობს, ამ ფულს ვერაფერს ვერ ამატებს და შემთხვევით გადააწყდება ვენის მერის, რომელიც გვარის გახლავთ ლუგერი, მის ნაშრომებს. ლუგერი არის საშინელი ანტისემიტი, იგი არის გერმანიისა და ავსტრიის გაერთიანების მომხრე და ჰიტლერიც ხშირად კითხულობს მის წერილებს პრესაში და თანდათან უყალიბდება პასუხები კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე ყველა უბედურებაში და რა არის საჭირო რომ გავაკეთოთ, რომ ამ უბედურებიდან გამოვიდეთ. ადოლფი 1913 წელს მიუნხენში მიდის და 1 წლის თავზე ომიც იწყება. იგი ჩაეწერება ბავარიელი ფეხოსნების რაზმში და პირველივე დღეს ამ რაზმს გადაისვრიან საფრანგეთის ფრონტზე. აქ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს თუ როგორ გაიარა ომი ჰიტლერმა. ზოგი ამბობს რომ გმირულად გაიარა, ზოგი ამბობს რომ შტაბში იჯდა 24 საათი, ზოგი ამბობს რომ ძალიან კარგი ჯაშუში იყო და გადადიოდა ტრიზურგში და იქედან ინფორმაციები გადმოქონდა. მეორე ნაწილი ამბობს რომ 24 საათის განმავლობაში მიყუჟული იყო თავისთვის და დამალული იყო რომ სადმე არ გაეშვათ. მოკლედ წინააღმდეგობრივი მონაცემები არსებობს, მაგრამ ფაქტია რომ იგი მოიწამლება საკმაოდ მძიმედ იპრიტით, ანუ აი იმ საბრძოლო გაზით, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე. ეს ყველაფერი ხდება ომის ბოლოსკენ უკვე ჰიტლერი ხდება ლაზარეთში და აქედან მიუნხენში ბრუნდება. თავიდან იგი რუსი ტყვეების ბანაკის ზედამხედველად ინიშნება. ხოლო როცა ბავარიაში საბჭოთა რესპუბლიკა ყალიბდება, იგი უცებ მიემხრობა კომუნისტებს, აი მწითლებს და სამხედრო საბჭოშიც კი შედის. როგორც გითხარით, ეს საბჭოთა რესპუბლიკა და მისი მესვეურები ფრაიკორპმა ერთ თვეში გაანადგურა და მიადგნენ ჰიტლერსაც და მას დახვრეტა ემუქრება, როგორც სამხედრო საბჭოს წევრს და ჰიტლერი რა შვება. თქვენი ვარ ძმებო, გბარდებით, სამაგიეროდ გეტყვით ყველას გვარს, ვინსად იმალება და ვინ რა ჩაიდინა ამ დროს, ანუ პირველივე წუთას გაყიდის თავის თანამებრძოლებს. გერმანიაში ერთი კვირის განსხვავებით ოფიციალურად ჩნდება 2 პარტია. 30 დეკემბერს საფუძველი ეყრება და რეგისტრირდება გერმანიის კომუნისტური პარტია, 5 იანვარს რეგისტრირდება და საფუძველი ეყრება გერმანიის მუშათა პარტიას. მუშათა პარტიის პირველი თავმჯდომარე გახლავთ ანტონ დრექსლერი. იგი მიუნხენის დეპოში მუშაობს ზეინკლად, მაგრამ ჯერ კიდევ ომის დროს იგი მიემხრობა ულტრამემარჯვენეებს. ეს ულტრამემარჯვენეები თანამედროვე ტიპის თქვა სკინჰედები კი არ არიან, ტატუებით და რაღაც სვასტიკებით ხრებზე და თავებზე და სხვადასხვა ადგილებში. ესენი არიან რესპექტაბელური მოქალაქეები, მათი ნაწილი უნივერსიტეტის პროფესორა, ნაწილი ჟურნალისტებია, ლექტორებია, ფილოსოფოსები, რეჟისორები. ანუ ის ხალხი, რომლებმაც ფაქტიურად ფუნქცია დაკარგეს გერმანიის
ისტორიის ამ მონაკვეთში ხა ვის ჭირდება ფილოსოფია ხალხი პურს ეძებს და საჭმელს და სამუშაოს, ხო? და ასევე სხვადასხვა დრექსლერის სულიერი მამა გახლავთ მანის კომპანიის დირექტორი. დიახ, მანი გახლავთ ბავარიული ფირმა, რომელიც უშვებს უმაღლესი ხარისხის მანქანებს, სხვადასხვა დანიშნულების და მათ შორის ავტობუსებსაც, რომლითაც თქვენ დადიხართ. როგორც თქვი, 5 იანვარს ყალიბდება პარტია და პარტიაში 7 კაცია. მათ შორის ერთი არის დრექსლერი და მეორე არის ადოლფი. იმავე წლის აგვისტოში საოცარი მატება აქვს პარტიას, 38 კაცს მოითვლის უკვე. ასეთი გაერთიანებების რიცხვი მხოლოდ მიუნხენში იყო 23 და მთელი გერმანიის მასშტაბით რამდენიმე ათეული და მე მგონი ასეულიც კი. მიუნხენის საიდუმლო პოლიციამ ჰიტლერს დაავალა, რომ მას თვალი ედევნებია დრექსლერის თვის. ანუ ფაქტიურად იგი პარტიაში ჩანერგეს. იგი იდეურად კი არ იყო, არა იდეურადაც იყო პრინციპში ეს ულტრამემარჯვენეობა და ანტისემიტიზმი მისი ახასიათებელი იყო, მაგრამ როგორც აგენტი ისეა შესული ამ პარტიაში. ჰიტლერი ესწრება პარტიის ყველა სხდომას, რა თქმა უნდა, და ნელ-ნელა იმსჭვალება კიდევ უფრო ამ იდეებით, მაგალითად იმით, რომ გერმანელი ხალხის უბედურებაში მთავარი დამნაშავეები არიან ფრანგები, ბრიტანელები და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ებრაელები და 1919 წლის ბოლოა უკვე, როდესაც ჰიტლერს ყელში ამოუვიდა დრექსლერის ეს გაუთავებელი ლაყბობა და სიტყვის საქმელად იგი გაწევს დრექსლერს პარტიის თავმჯდომარეს და მაგიდაზე ადის და ამბობს ისეთ სიტყვას, რომ ხალხი გაშტერდება და დაწვევიან. მოკლედ ეს ვინ არის, რაღაცა მარგალიტი აღმოაჩინეთ და მას შესთავაზებენ, რომ შენ იყავი მეთაური პარტიისო. თავიდან რაღაც აგიტაციას და იმას ეცეთვი, აი ეს აგიტაციისა, ну მაშინო გვიმეთაურე და აი გიყურებთ ერთი წელი თუ თქვათ პარტია შენ ფეხზე დააყენებ, მაშინ იქნები ერთპიროვნული მართველი პარტიისო. პირველ რიგში რაც გააკეთა ჰიტლერმა ეს იყო, რომ დაამატა ორი სიტყვა პარტიის სახელს. ნაციონალ-სოციალისტური და ასე შეიქმნა NSDAP, ანუ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია.